დამატებს და ალბათ უკვე მეორე და მესამე და მეოთხე წრეში დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ თუ არ გაიშვება ყოველ შემთხვევაში თამაში ჩართვა არც დასჭიროებია ორობეის. აქ ვნახოთ ამ შეტევის შემდეგ თუ მოხდება ეს ყოველივე. გეგეჭკორი აწვის ბურთს საჯარიმოში. აი აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადარჩა გაგრა მშვენიერი ეპიზოდი ვინისიუს ვიანას დარტყმა და მომენტი რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა გოლი დასრულებულიყო. გეგეჭკორის რბილი გადაცემა მერე იქ მეორე სართულზე მოიგეს ორთაბრძოლა წყალტუბოელმა მოთამაშეებმა კერძოდ კლაუდიო სებოლინიასთან ახლოს ნახოთ ამ ჯარიმას რა მოყვება სახიფათო ჩაწოდება დამუშავებული კომბინაცია დარტყმა და ანგარიში იხსნება მოახერხა ირაკლი ჯანჯღავამ გოლის გატანა 1-0 სამგურალი გადის წინ შვენივრად გაითამაშეს იმერლებმა ეს ეპიზოდი და დაბრუნდა ირაკლი ჯანჯღავა ძირითად შემადგენლობაში და აქ უკვე მოახერხა ამ შვენიერი გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გოლის გატანა. ყოჩა ირაკლი ჯანჯღავას აჯობა ყველას. აქ მანამდე ასევე უნდა აღინიშნოს შვენიერი მოქმედება კლაუდიო სებოლინიას, რომელმაც აჯობა იქ ყველას პირველი შეხება სწორედ მას ჰქონდა ბურთთან ჯეფინეს განაცემის შემდეგ და იური ჩაწოდება განახორციელა ორობეი და მერე უკვე დამატებაზე რა კარგი შანსი და ამ შემთხვევაში განმეორებით რა კარგი დარტყმა იყო ჯეფინეს შესრულებით ყოჩა ორობეი და რა შანსი გაუშვეს ხელიდან აქ წყალტუბოელებმა ამ რაკურსით გამოჩნდა რომ ორობეისთვის ძალიან რთული არ ყოფილა ამ ბურთს მოგერება მაგრამ აი რომ გამოსვლოდა კლაუდიო სებოლინიას უფრო მწვავი და ზუსტი რაც თავარია ის დარტყმა ინაში და დანიაში აქვს თავისი კარიერა მას გატარებული რა კარგი შანსი და ბრწყინვალე თავრი ამ შემთხვევაში უკვე კლაუდიო სებოლინია გაცილებით რთული ეპიზოდიდან ახერხებს გოლის გატანას გამოეყენები და გამოიყენა კიდევ ერთხელ განმეორებით ყველას აჯობა და ბრწყინვალე თავრი შემოგთავაზა ეს უკვე ნიშნავს რომ გაგრამ საკმაოდ რისკიანადაც უნდა გადაინაცვლოს შეტევაში. ფაქტია რომ არ დაუთმოს ამგურალმა ბურთი მას შემდეგ რაც გოლი გაიტანა, არადა ასე ხშირად ხდება ხოლმე. გუნდი გახსნის ანგარიშს და მერე უთმობს მეტოქეს ინიციატივას და ელოდება კონჩეტევებს. უახლოვდება აქ საჯარიმოს მარჯვნივ პასი გეგეჭკორი მახვილი კუთხიდან დაარტყა. შეხება ბურთთან არ ქონია. ჯეფერსონ ჯერალდო საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. აქ კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა და აქაც გადაურჩა გოლის გაშვებას გაგრა. გოლები და გამოჩნდება თუ კარგი შანსი მიიღო სამგურალმა. კარგად ჩამოხსნა ბურთი დაამუშავა, მაგრამ აქაც მახვილი იყო ორი ლაშაკვარაცხელია 33 ჯეფერსონ ჯერალდო გუნდის კაპიტანი 11 ველისოლი და 28 კლაუდიო სებოლინია რომელიც შეიძლებოდა ნამდვილად პასის განხორციელებაც აქტიურია კლაუდიო სებოლინია გოლამდეც ჰქონდა შანსი და ვინც ის უფრო კარგიც კი მაგრამ ვერ მოახერხა იმ ეპიზოდში გატანა და ამ შემთხვევაში შეეძლო თავის გამოჩენა. ეს მეორე ზუსტი დარტყმა რომელიც გაგრელებმა შესთავაზეს მეტოქეს მარცხენა ფეხით რა კარგად აჭრა ბურთი და ყოჩა აქ როგორც ზოიძეს ისე მერე უკვე სამგურალის მეკარეს უკა დავაწეს. შემთხვევაში აქ უკვე ვინისიუსმა ითამაშა ყურადღებით ეს პასი გავიდა ჯეფერსონი და სამოლოდ კუთხური ეს არის რიგით მერვე კუთხური რომელსაც მასმიძვლები მოაწვიან. ხო რაც უფრო დიდი ძალებით წავა გაგრა შეტევაში და შეიძლება რომ ანგარიშის სხვაობის შემცირებაზე იზრუნოს შეიძლება სამგურალს ნებისმიერ ასეთ ეპიზოდში მიეცეს შანსი კიდევ ერთი გოლის გატანისა და დაახლოებით მსგავსი ეპიზოდი ვიხილეთ. ძალიან საკიფათო ზონაში იყო და აქაც მათი შათილიშვილი თამაშობს კარგად და მერე უკა კუტალაძე ეუფლება ბურთს. ფიფია ჩაწოდება და მეორე სართულზე აქ რა კარგად თამაშობს აბაზოიძე, მაგრამ პირველი აბა ნახოთ განმეორებით და გამოჩნდება. ხო, ზოიძემ დაარტყა თავით. კი, ნამდვილად აქტიურად ჩაერთო აბაზოიძე შეხვედრაში, ისევე როგორც ლუკა მეორე დამატებული წუთით ამოიწურა პრინციპში, აქ გადარჩა სამგურალი. ზოიძე აწვდიდა. დიდი ვარაუდით ზოიძეს შემდეგ შეხვედრაში უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. რადგან
როგორც თქვით, მთელი მეორე ტაიმია აუდიო სებოლინია 31 წუთი გატანილი გოლების ავტორებზე მოგახსენეთ. ალეკო აფიციალურმა მისცა ნიშანი იმისა, რომ ეს მატჩი დასრულებულია.